რა ფაქტორები განაპირობებს სურსაძემ მკვეთრად მაღალ ფასებს? დღეს ცნობილი ხდება, რომ სუსში გამოძიების დაწყებამდე და პრემიერის განცხადებამდე გარკვეული სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა. სწორედ უწყების მიერ მომზადებული შეფასება გახდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის და პარლამენტისთვის მიმართვის მიზეზი. ჭარბი ფასნამატის შესაძლო მიზეზებს შორის ქსელურ მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის სავარაუდო კარტერული გარიგებების სახელდება. მთავრობის მეთაურმა დღეს ცალკეულ პირთა ოპოზიციურ განწყობებზეც მიანიშნა. ძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ აღწევს საზღვარზე შემოტანიდან დახლზე განთავსებამდე სასურსათო პროდუქტზე ფასნამატი 86% და არსებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი. სამოხმარებლო ფასების გამოძიების დაწყებას ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ბიზნესის შეზღუდვა, ფასების ფორმირებაში ჩარევა და შეზღუდვები, ასეთია ოპოზიციის პირველი რეაქცია. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. შალვა, რა გამოხმაურება და გაგრძელება მოჰყვა პრემიერის ინიციატივას და სუსში დაწყებულ გამოძიებას დღეს? პრემიერ-მინისტრმა მისი ინიციატივის შესახებ დეტალები დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე მისი ოპონენტებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფასების ამ პრემიერის ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ბიზნესზე და ეს არის ფასების ფორმირებაში უხეში ჩარევა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ფასების დადგენის მოდელი და ის, როგორც ევროპის მსგავსად, მოგების მარჟები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იყოს დაბალი. მისი თქმით, ინიციატივის მიხედვით შესწავლილი იქნება ყველა კომპონენტი, ასევე კომუნიკაცია იქნება აქტიური როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სარეალიზაციო ქსელებთან და საბოლოოდ გაირკვევა რა არის გამომწვევი იმისა, რომ მაგალითისთვის საფრანგეთში თითქმის ორჯერ იაფია გარკვეული პროდუქტები, ვიდრე საქართველოში და ხომ არ იკვეთება აქ რაიმე სახის დანაშაული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გარიგებებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს კომპანიებს შორის, იქიდან გამომდინარე, რომ მისი აზრით სხვა შემთხვევაში ფასების ფორმირება იქნებოდა სხვაგვარი. სწორედ ამით ახსნა მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა ამ პროცესში და აღნიშნა, რომ თუნდაც პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია დაადგენს ყველა იმ მიზეზს, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მიზეზების დადგენის შემდეგ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯების გადადგმა. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ემსახურება კომუნიკაციას და დეტალების გარკვევას, რის შემდეგაც იქნება მსჯელობა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის ამგვარი აჟიოტაჟი, რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა, არის არარეალური და მათ არ ამოძრავებთ ინტერესები მოქალაქეთა საკეთილდღეოდ და მათი ეს მოქმედებები არის გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არსებობს არანაირი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული კონკრეტულად ფასების შესამცირებლად. თხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთებთ ფასებთან დაკავშირებით. ყველა ბერგეთი უნდა გამოვიყენოთ, ამის გამო მივმართე მე ერთი მხრივ სამართალდამცავ სტრუქტურებს, მეორე მხრივ თხოვე საქართველოს პარლამენტს გამოიყენებინა საკუთარი ბერგეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადება ბუნებრივია სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მივახცევთ ფასების შემცირებას იმ პროცესის საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს. როგორც კი დავანოსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80% დადგა მაღალი ფასების ხარისს. პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა და პირდაპირ 80% ოპოზიციის დადგა მაღალი ფასების მხარეს. გამოვიდნენ 1000 ბრალდებით, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ იქ რაღაცა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ეს შემდეგ ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი. ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები, მათ შორის თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დაუძახებთ, ყველას დავუსვათ კითხვებს და ყველამ უნდა გაგცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივახციოთ ფასების შემცირებას. თქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება არსებობდეს კარტელური გარიგებები. ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული თეორიულად, შეიძლება არც იყოს. ამიტომ წინ გავუსწრებთ მოვლენებს, თავარია დავადგინოთ რა არის ჭარბი ფასნამატის, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ თქვით, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ, დანარჩენ შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, თუ კი აქამდე მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური დღის წესრიგი და მოთხოვნები იყო, რომ ფასები არის მაღალი და ის აუცილებლად უნდა შემცირდეს, ახლა მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, მათი პოზიცია არის, რომ ეს არის ბიზნესზე ზეწოლა და ბიზნესის რეკეტი და ეს არის კონკრეტული ადამიანების დაშინებისკენ მიმართული ქმედებები, თუმცა ოპოზიციაშიც არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგალითისთვის პარტია ლელოში სწორედ ძალადობას ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესზე პრემიერის ამ ინიციატივაში, მაგალითად პარტია გახარია საქართველოსთვის ფიქრობს, რომ ამ ინიციატივას თუ მოყვება კონკრეტული შედეგები, ეს არის კარგი ინიციატივა და მათ შორის ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც ეს კომისია შეიქმნება და ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყება. როგორც გითხარით, ოპოზიციას ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია, ერთგვაროვანი პოზიცია არ გააჩნია, თუმცა ერთია მათი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ ფასების ზრდის გამომწვევი არის ხელისუფლება. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობა პასუხობს ოპოზიციას, რომ მათ კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დავალებები ამოძრავებთ და ისინი ხალხზე არ ფიქრობენ და მოქმედებენ იმ დავალებებით, რომელიც მათ გარეძალებმა მისცეს და რეალურად ეს მოქმედება და ეს ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვიდეო მიმართვის სახით გაავრცელა, არის ხალხის კეთილდღეობისთვის მიმართული ინიციატივა და ისინიც ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ მოქმედებებს, რომელიც დაანონსებულია, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აუცილებლად მოყვება შედეგები, ვინაიდან ყველა მხარე ამ პროცესში იქნება აქტიურად ჩართული. ინიციატივა იმის შესახებ, რომ კომისია უნდა შეიქმნას და რომელიც იმუშავებს ამ ფასების გაიაფების მიმართულებით, პროდუქტებთან დაკავშირებული ფასების გაიაფების მიმართულებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენი პოლიტიკური პარტია ამაში იქნება აქტიურად ჩართული. ბიზნესი ყველაზე ნაკლები დამნაშავეა და ყველაზე ბოლო დამნაშავეა და ეხლა კობახიძეს რომ უნდა გამოიყვანოს, რომ მთელი წლების მანძილზე მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკა ფისკალურ ნაწილში, საგადასახადო ნაწილში, რომელმაც მიიყვანა ფასების მდგომარეობა აქამდე, ეს ახლა დაგვავიწყოს და ყველაფერი დააბრალოს კერძო სექტორს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდება პროდუქტების დეფიციტი. როცა მაგალითად საუბარი არის ფასების კლებაზე, ჩვენ ამას ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია და არსებობს წინა საარჩევნო პერიოდში უამრავ ვიდეო მტკიცებულება, როცა ჩვენ ვითხოვთ ამას, საუბრობდით კარტელულ გარიგებებზე, უნდა შემცირდეს თუ გადასახადები, ამაზე საუბრობდით და ამ დროს ოცნების მხრიდან იყო ვახსოვს ხო რანაირი პასუხები და ეხლა თვითონ ეს ხალხი ამოსწორ, თუმცა ფასები მართლა დასაკლები ყოფილა პროდუქტებზე და მართლა უფრო მაღალი ფასები ყოფილა საქართველოში, ვიდრე მაგალითად ევროპის ქვეყნებშია, ხო? ამიტომაც რასიზამე, როგორი ზამე ეს არის მნიშვნელოვანი. ვინაიდან კომისიას ვქნით, ჩვენ ამით ხსნით ამ პოლემიკას. და საზოგადოებას ვეუბნებით, თუ ვინმეს რამე არგუმენტი გააჩნია პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გითხრას. მივიდეს და უთხრას, შევიდეს პოლემიკაში. დანარჩენი ასეთი მონოლოგის რეჟიმში რაღაცების საუბარი ისე ჩაითვლება იმათ, რომ ეს არის მართლაც ნაცკლასტერი და მართლაც არანაირად არ აინტერესებს არაფერი. აბსოლუტურად აბსურდული განცხადებებია, მე ჩემმა კოლეგებმაც დაწერეს სოციალურ მედიებში, საგადასახადო პოლიტიკა 2005 წლიდან პრაქტიკულად არ შეცვლა საქართველოში. დამატებითი ღირებულების გადასახადი იქნებათ, მოგების გადასახადი და ასე შემდგომ, არც არაფერი არ შეცვლა 2005 წლიდან, ისევ იგივეა 2017 წლიდან, უფრო მეტიც 2017 წლიდან ბიზნესი არ იხდის აბსოლუტურად მოგების გადასახადს, თუ ის აბრუნებს ამ თანხას ისევ ინვესტიციის სახით, ასე რომ ეს დამატებით არათუ ტვირთად გაიზარდა გადასახადები პირიქით 2017 წლიდან კიდევ უფრო შემცირდა ბიზნესებისთვის. ამიტომ ამბობთ, რომ საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ მაინც ფასების პრობლემა იყო. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი? ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომელიც გაერთიანდნენ რევოლუციურ კომიტეტში. და რასაკვირველია არანაირი პოზიტივი გინდა ევროპული კვლევების, გინდა მსოფლიო ბანკის კვლევები მათთვის არ არის არც მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით გაღიზიანების იმ ხარისს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე. ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან და ეს ძალიან სამწუხაროა.
როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ კი სოციალურ მედიაში გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ამ საკითხზე შეიქმნება კომისია, რომელიც ყველა შესაბამის ნაბიჯზე იმსჯელებს, რამაც პროდუქტების გაიაფებამდე შეიძლება მიიყვანოს საცალო ქსელები. მადლობა შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.